ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური პრესია იმ ადგილის სამსახური ამბრომდე არ ამბობს, როდის დაიბარებს გამოკითხვაზე ზვიად ხარაზიშვილს იგივე ხარაზის და იოსებ ნიკოლაშვილს. კადრებში, რომელიც შაბათის ეთერმა გაასაჯაროვა, რამდენიმე სისხლის სამართლის შევლენილობა. იურისტების განმარტებით, ჩინიდან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა თბილისი მოუთავსა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ნაცემი მომიტინგეების ადვოკატები პირველებთან ინტერვიუში კოკა კაციტაძის უწყებას მოუწოდებენ შეასრულოს საკუთარი ფუნქცია და გაბედოს მოზალადების წინააღმდეგ გამოძიების სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაული არის არა მარტო ძალადობა, ასევე დანაშაულია, როდესაც შენ ხარ პოლიციელი, ხედავ რომ ადამიანზე ძალადობენ და დუმხარ და უმოქმედებს ხარ, ეს ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. და ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, როცა შენ ხარ აღმძიებელი, ხარ გაქვს კონტროლი. ესეთი ტიპის დანაშაულების შესახებ შენ არ იძიებ ამ საქმეს. გაქვს მტკიცებულებები და შენ თაროზდებ ამ საქმეს. ესეც ასევე დანაშაული. ესე იგი ძალადობა, უმოქმედობა, გულგრილობა და არ გამოძიება ამ ყველაფრის არის ესე ვთქვათ ერთმანიანი ჯაჭვი იმ სისტემური დანაშაულებრივი ქმედების, რასაც ჩვენ ვუყურებთ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. პირადად შევესწავლე ადამიანის არა ადამიანის ცემის ფაქტს. მაგას იზოლატორებში შევიდა ეს მიახლოებული არა მე პირდაპირ შევიძლია სამართლებრივად უწოდო მათ მიმართ მოთხრობას არა ადამიანის ზოგიერთი პირის მიმართ. მონაწილეობის მიღებასთან ერთად გარკვეულწილად აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ფაქტობრივად ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებას და ეს ძალადობრივი ჯგუფები ჩვენ და სამწუხაროდ არიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. საგამოძიებო სამსახური მაგნიტებს ყველა შუქეიჭი მოხდა გამოძიებას და დაიწყეს ისინი ვერ გაბედავენ პოლიციის მაღალჩინოსნების დაბარებას, სადაც სისტემა დგას ამ ჯალათებზე, ეს აღარ არის მიგვრიან ხოლმე ტყვედაყვანილ აქციის მონაწილეს იმისთვის, რომ მე ხარადაიქნოთ გაათარის სისტემური დანაშაული, ეს არის სახელმწიფოს მიერ წახალისებული დანაშაული. მოშიმშილე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ვივამედის კლინიკის ჯანმრთელობა ახლა სრულად მედიკოსების მონიტორინგის ქვეშა. უტარდება ლაბორატორიული კვლევები. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით გამოცემა ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. სასწრაფო პარამეტრები ნორმაშია, თუმცა არ გასცემს რეკომენდაციას მზია ამაღლობელი რუსთავის პედიატრიის დღეს შიმშილობის 29 დღეა. მზია ამაღლობელს პოლიციებისთვის, ირაკლი გებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ასამართლებენ. გამოგონილი ბრალდებით დაგეგმილი ქარის მხარდასაჭერად პროტესტის უკიდურეს ფორმას კიდევ ორი პატიმარი მიმართავს. 24 დღეა შიმშილობს თემაზე და 6 დღეა შიმშილობს ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
ასევე მაიკი ათანიანი, პეტერბურგ ჩაწერის თანამედროვე სტუდენტ სოციოლოგიაში